საქმე წმინდათა მოციქულთა, თავი მე-13. იყვნენ ანტიოქიაში მსგავსად კრებულისა მის წინასწარმეტყველნი და მოძღვარნი ბარნაბა და სვიმეონი, რომელსა იგი ერქვა ნიგერ, და ლუკიოს კვირინელი და მანაი, რომელი იგი იყო ძუძუის მტე ჰეროდე მეფისაი და საულე. და ვიდრე იგი მსახურებდეს უფალსა და იმარხვიდეს, რქუა მათ სულმან წმინდამან. გამომირჩიენით მე ბარნაბა და საულეს საქმესა, რომელსა მე უწოდი მათ. მაშინ იმარხეს და ილოცეს და დაასწნეს მათ ზედახელნი მათნი და განუტევნეს. ესენი უკვე ვითარცა წარიგზავნეს სულისა მიერ წმინდისა, შთავიდეს სელევკიად და მიერ ნავითა წიახდეს იპრედ და შეაივიდეს სალამინდ. უთხრობდეს სიტყვასა მას ღმრთისასა შესაკრებელსა მას შორის 2,000-ა. თანაჰყვანდა იოანეცა მსახურად და ვითარცა მოვლეს ყოველი იგი ჭალაკი ვიდრე აფოდნდე. ოვეს კაცი ვინმე მოგვი ცრუ წინასწარმეტყველი ხურიაი, რომელსაც სახელი ბაარისუ, რომელი იგი იყო მთავრისა მის ანთვიპატისა, თანასერგისა პავლესა, კაცისა გონიერისა. ამან მოუწოდა ბარნაბასა და საულეს და ეძიებდა მათგან სმენად სიტყვასა ღმრთისასა, ხოლო უხდებოდა მათ ელვიმას მოგვი იგი. რამეთუ ესრეთ გამოითარგმანების სახელი მისი და ეძიებდა გადაქცევასა ანთვიპატისასა სარწმუნოებისაგან. ხოლო საულე, რომელსაც პავლე აღივსო სულითა წმინდითა მიხედა მას და რქვა: „ჰოი სავსეო ყოლითა ზაკუითა და ყოლითა მანკიერებითა, შვილო ეშმაკისაო და მტერო ყოვლისა სიმართლისაო, არა დასცხრია გადაქცევად გზათა მათ უფლისათა წრფელთა? დააწესერა ხელი უფლისაი შენზედა და იყო შენ ბრმა და ვერ ხედვიდე მზესა ვიდრე ჟამადმდე და მეყვრსეულად დაეცა მისზე და არმური და ბნელი და მიმოვიდოდა და ეძიებდა მძღვარსა. მაშინ ვითარცა იხილა ანთვიპატმან მან რა იგი იქმნა რწმენა განკვირებულსა მოძღვრებასა მათზე და უფლისასა. წარაივიდეს პაფოით პავლე და მისთანანი იგი წიახდეს პერგედ პამფილიაისა, ხოლო იოვანე განეშორა მათგან და მიიქცა ნუნვე იერუსალემდ. და იგინი განვიდეს პერგით და მივიდეს ანტიოქიად პისიდიისა და შევიდეს შესაკრებელსა მათსა დღესა შაბათსა და დასხდეს. და ვითარცა აღმოიკითხეს სჯული და წინასწარმეტყველნი, მიავლინეს მათ და შესაკრებელის მთავართა მათ და რქვეს: „კაცნო ძმანო, უკე თუ არს თქვენ და თანა სიტყვაი მოგეშინის ცემისაი ერისა ამის მომართ იტყოდეთ. აღდგა პავლე და განუყარა ხელი რაითა დადუმნენ და თქვა: „კაცნო ისრაიტელნო და რომელნი მოშიშნი ღმრთისანი ხართ, ისმინეთ. ღმერთმან ამის ერისამან გამოიჩინა მამანი ჩვენი და ერიგი აღამაღლა ჟამსამას წირობისასა ქვეყანასამას ეგვიპტისასა და მკლავითა მაღლითა გამოიყვანა იგინი მიერ და ზრდიდა მათ უდაბნოსაზე და 40 წლისა ჟამთა და დაარღვინა ნათესავნი 7 ქვეყანასამას ქანანისასა და დაუმკვიდრა მათ ქვეყანა იგი მათი. და შემდგომად ამისა ვითარ 400 ერგასის წელ ოდენ მოსცა მათ მსაჯულებ მიდღედმდე სამუელ წინასწარმეტყველისა. მიერიდან ითხოვეს მეფე და მოსცა მათ ღმერთმან საულ ძე კისისი, კაცი ნათესავისაგან ბენიამენისა 40 წელ. და ვითარცა გარდაცვალა იგი, აღუდგინა მათ დავით მეფედ, რომელსა იგი თავადი ეწამა და თქვა: „ოვე დავით ძე იესესი, კაცი გულითადი ჩემი, რომელმან ყოს ყოველი ნებაი ჩემი. მისისა მის ნათესავისაგან ღმერთმან აღფრთუმისა მისებ აღუდგინა ისრაელსა მხსნელი იესო, რომელსაც წინასწარ ქადაგებდა იოანე, წინაშე პირსა შემოსვლისა მიწისასა ნათლის ღებასა სინანულისასა ყოვლისა მიმართ ერისა ისრაელისა. ვითარცა აღასრულებდა იოანეს რბასა თვისა იტყოდა: ვინ იგი გონიე მე ყოფად მე იგი არა ვარ, არამედ ესერა მოვალს შემდგომად ჩემსა, რომელისა იგი არა ვარ ღირს გახსნად ხალმთა ფეხთა მისდასა. კაცნო ძმანო და ძენო ნათესავისა მის აბრაამისნო და თქვენ შორის რომელთა ეშინის ღმრთისა, თქვენთვის სიტყვა იგი ცხოვრებისაი მოივლინა. რამეთუ რომელნი იგი მკვიდრ არიან იერუსალიმშინა და თავარნი იგი მათნი ამას უმბეც არ იქმნეს და ხმათა მათ წინასწარმეტყველთასა, რომელნი იგი ყოველთა შაბათს აღმოიკითხოდეს, საჯეს და აღასრულეს. და არცა ერთი ბრალის სიკვდილისა იუპოვეს და მოითხოვეს პილატესაგან მოკლა იგი. დავითარ იგი აღასრულეს ყოველივე რომელი მისთვის წერილი იყო, გარდა მოხსნეს იგი ძელისაგან და დადვეს საფლავსა. ხოლო ღმერთმან აღადგინა იგი მკვდრეთი.
რომელი იგი ეჩვენა დღეთა მრავალთა მათ, რომელნი იგი მისთან აღმოსული იყვნენ გალილეაით იერუსალემდე, რომელნი იგი აც არიან მოწამე მის ერისა მიმართ. და ჩვენ თქვენ გახარებთ მათთა მიმართ ქნილსა მათ აღთქმასა, რამე თუ ესე ღმერთ მან აღუსრულა შვილთა მათთა და ჩვენ აღვიდგინა იესო. ვითარცა ფსალმუნსა მეორე საწერილას, ვითარმეთ ზეჩემი ხარი შენ და მე დღეს მიშობიე შენ. ხოლო რამე თუ აღადგინა იქ იმ მკვდრეთი და აღარა იგულებოდა მიქცევა იქ განსახრწნელად, ესეთ თქვა ვითარმეთ მიქცეთ თქვენ წმინდა იგი დავითის სარწმუნოი, რომლისათვის სხვასაც ადგილსა იტყვის, არა წმინდასა შენსა ხილვად განსახრწნელი. რამე თუ დავით ნათესავსა შინათვისა მსახურა და ნებითა ღმრთისაითა შეისვენა და შეეძინა მამათა თვისთა და იხილა განსახრწნელი, ხოლო რომელი ღმერთმა აღადგინა არა იხილა განსახრწნელი. უწყებულ უკვე იყავნესე თქვენ და კაცნო ძმანო, რამე თუ ამის მიერ თქვენ მოტევება იცოდოთ აიგეხარების. და ყოველთა მათგან, რომელთაგან ვერ უძლეთ სჯულითა მითმოსესითა განმართლებად, ამის მიერ ყოველსა, რომელსაც სმენეს განმართლდების. იხილეთ, ნუ უკვე მოიწიოს თქვენზე და თქმული იგი წინასწარმეტყველთა შინა ვითარმედ, იხილეთ შეურაცხის მყოფელთა მაგად და გიკვირდინ და განირყუნენით, რამე თუ საქმესა ვიქმნე დღეთა თქვენთა, საქმესა, რომელი იგი არ აგწმენეს, უკეთო ვინმე გითხრას თქვენ. და ვითარცა ეგულებოდა მათ განსვლა შესაკრებელისაგან ხურიათა ისა, ლოცვიდეს მათ წარმართნი და ევედრებოდეს მერმესაცა შაბათსა ხრობათ მათ და სიტყვათა ამათ. და ვითარცა განუტევეს კრებული იგი, მისდევდეს მათ მრავალი ხურიათაგანი და მორწმუნენი მათ წირთაგანი პავლეს და ბარნაბას, ხოლო იგინი ეტყოდეს მათ და აწმუნებდეს მტკიცედ დადგრომად მადლსა მას ზედა ღმრთისასა. და მერმესამა შაბათსა კნიღა და ყოველიგი ქალაქი შეკრება სმენად სიტყვასა მას უფლისასა, ხოლო იხილესა ხურიათა მათ ეგოდენი იგი ერი აღივსნის შორითა და მხდომად აღუდგეს სიტყვათა მათ პავლესთა და გმობდეს მათ. განეცხადნეც ბარნაბა და პავლე და თქვეს, თქვენ და ჯერ იყო პირველად რქუმა და სიტყვაი ეს ღმრთისაი, ხოლო ვინაიდან განიშორებთ მას და არა ღირსად გიჟიან თავნითვისთი ცხოვრებისა საუკუნოისა, აჰა ესე რა მივიქცევით წარმართა მიმართ. რამე თუ ესეთ მამცნო ჩვენ უფალმან ვითარმეთ, დაგადგინე შენ ნათლა და წარმართა, რაითა იყო შენ მაცხოვრად კიდედემდე ქვეყანისა. ესე რა ესმოდა წარმართა უხაროდა და ადიდებდა სიტყვასა მას უფლისასა და რწმენა რაოდენიცა იყვნეს დაწესებულ ცხოვრებასა საუკუნესა. და მიმოეფინებოდა სიტყვა იგი უფლისა ყოველსა მას სოფელსა, ხოლო ხურიათა მათ განარიცხნეს მსახურნი იგი და დედანიას ნაურნი და მთავარნი იგი მის ქალაქისანი და აღადგინეს დევნაი პავლეს და ბარნაბაის ზედა და განდევნეს იგინი საზღვრით მათით, ხოლო მათ განიყარეს მტვერი ღერხთა მათთა იმათზედა და მივიდეს იკონიად და მოწაფენი იგი აღივსებოდეს მადლითა და სულითა წმინდითა.